ჩვენი პირველი მონაწილე არის აჩი იკნაველიძე აპლოდისმენტები გამარჯობა. ამთავრობის ხელში რა მიჭირს ვარჯი? რა ვიცი, აქ შევიკავებ თავს, აქ თავს შევიკავებ. რა სიტყვით ძვირფასო ჟურის წევრებო? რამე ხომ არ გაინტერესებს? მეორე ქართველი ამთავრობის ხელში კიდე კარგად. მეც ვიდა მოგესალმოთ. ძალიან საინტერესო საგაქვთ ანკეტა, მოგების შემთხვევაში რაში გამოიყენებ თანხას? ლეიბორისტულ პარტიას გადაურიცხავ. შენ მართლა უნდა მოიგო დღეს ფული. მაგრამ ანგარიში უნდა გაუხსნა, იმიტომ რომ არა. ავტობუს ლეიბორისტულ პარტიას ორჯერ მეტი ჭირდება, მაგრამ ამ ეტაპზეც მაგით ავჯერდებით. ნუ რაც არ ყოველ შემთხვევაში რაც შეიძლება. აქ იწერია ჰობი ფეხბურთი და მე პოლიტიკა ბრწყალებში. ჩვენ პოლიტიკას კიდევ ბრწყალები უნდა, როგორ ფიქრობ? არა, ის კიდე ფეხბურთი, პოლიტიკა და ელექტროენერგია. ხილებში ხო არ? ხო, ფეხბურთი ახ დღეს ელექტროენერგიასთან არის. ელექტროენერგია რა ჰობია, მიეპარები და არა ელექტროენერგია და გეგუთის თვალელი ერთია, სამი თეთრია ორივე დღეს და მაგ შემთხვევით ავწე. გასაგები. მაშინ მე თუ თქვენ რა თქმა უნდა მეტი სათქმელი ან შეკითხვა არ გქონთ არაფერი, წესებს გავაცნობ აჩის. აჩი რა ხდება? არის 5 წუთი. 5 წუთი პირველ წუთში არის საპრიზო ფონდი 50 ლარი, მეორე წუთში არის 100 ლარი, მესამე წუთში 200 ლარი, მეოთხეში 400 და მეხუთეში 1000 ლარი. ძალიან მარტივია, შენ შეგიძლია წუთის წარმატების დამთავრების შემდეგ ფული აიღო, წახვიდე, ან გააგრძელო თამაში. მაგრამ არის საფრთხე, რომ შენ დაკარგავ ფულს თუ ვერ გააღიმებ ჩვენ ძვირფას ჟიურის წევრებს. წესები მარტივია. გასაგებია? ბატონო, კი. 1, 2 და 3. ფოთელ გოგოს პროსტინაზე დაკლული გოგო ოჯახიდან წასulis ფასად დაუჯდა. უბასსანიკიძეს იმხელა თავი აქვს ვერი კატუნებს. ჩემ შეყვარებულს ფეხზე იმხელა ფჭხილები აქვს ხეზე დოინჯით ადის. ბოზილამარა მარშრუტში გაშლილი ქოლგით ისევი და ქოლგას საერთოდ ვერავინ ვერ შეამჩნია. მის ქუთაის ისეთი მოკლე ფეხები აქვს ვერი კვანტილებს. ქირურგმა ქალს ტუჩები იმხელას დაუბერა. დიდი მაგისი. ეს არის მესიკა ვერ გავიგე რას ნიშნავს? კვანტილებს და რა არის კვანტილე? ასევე ანუ ფეხზე ვერი. ეს ასე ვერ შევა, ხო? გასაგები. კვანტილებს. ლექსიკონი უნდა შევადგინოთ მამსოსნა, იკვანტილებს და ასე ის გენიალური სიტყვა იყო, მამსოსნა. იკვანტილებს, მე მაბატილებს რომ მამსოსნა რა იყო? ნუ აჩი გილოცავ, შენ გაქვს 50 ლარი. პირველი წუთი წარმატები და სწრაფად დაამთავრე, ვაგრძელებთ თამაშს. ბატონო. არ გვეშინია რომ დავკარგავთ 50 ლარს. კარგი ჩემოკარგო. 1, 2 და 3. ქირურგმა ქალს ტუჩები იმხელაზე დაუბერა გადაკოცნის დროს ბრიგინოვს. მამა ჩემა ჩემს ვერე 2 ტაბურეტკა გააკეთა. ჩემი მეზობლის გოგო ისეთი მორცხვია ბანანს კოვზი იჭამს. მე მწვანილის პირველი ღამე. ობა, ეგ იყო შიდა შეცინება, ხო? რაღაც შიდით შეიცი. რას მოახებირი მითხარი ახლა? არა, მე სვიჭამია კოვზით ბანანს. და განეცინა თუ რა მარტო მარტო. ესე იგი მეზობელი ხარ. ატო გაჩუმდი. მეზობელია. აი რა მეზობელი ჭამს კოვზი. აი რაშია საქმე. ესე იგი, აჩი, მე გილოცავ, შენ გაქვს 100 ლარი, შვენიერი დასაწყისი აპლოდისმენტები. 100 ლარი, მესამე წუთი, 200 ლარი. თამაშობ? ბატონო, თამაშობთ. კარგი, ისეთი დარწმუნებული ხარ, რომ მაშინ ეგრევე დავაჭერ. 1, 2 და 3. ოხუცმა ქალმა პენსიის რიგში ხელზე იმხელაზე დაიფურთხა მთელი რიგის პენსია დაითვალა. მე მწვანილის პირველი ღამე მიმქინძე, საყვარელო მიმქინძე. ჩემ მეზობელს იმხელა ყურებია ქარისაწინააღმდეგოდ, რომ იდის ტაშს უკრავს. მამა ჩემის საყვარელი ფრაზა, გადამირთე, შეჩემისა კურიერზე იქნება ინგრევა, ქვეყანა. წყალტუბელბის გუშინ პირველად ქონდა სექსი და მის პარტნიორ გოგოს ნობელის პრემია გადაეცა ქველმოქმედების დარგში შეტანილი წვლილისათვის. ჩემი მეზობელი იმხელა ჩიხში გვერდულად შედის. ჩემი მეზობელი იმნაირი უგოლო იყო, იმნაირი უგოლო რომ მოკტა ხელები თავქვეშ ამოადებიეს. ჩემი მეზობლის გოგო ისეთი კოჭლია პირველ ღამეს დანგრადზე ყავდა შეღენებული. კარგია. კარგია. უცებ წარმოვიდგინე პროცესი და მაგასაც რა არის? რა სამეზობლო ყავს? დანგრადი იქვია. კარგი. შვენიერი მესამე წუთი ჩემო კარგო, შვენიერი შენ გაქვს 200 ლარი.
200 ლარი შენია, აპლოდისმენტები. თან დიდ დროს არ ხარჯავ, მთელ წუთს არ იყენებ, ესეც ძალიან დიდი პლუსია. რა შვებით, ვაგრძელებთ 400 ლარიაზე. მომწონს ეს თამამი გადაწყვეტილებები. 1, 2 და 3. ტრაქტორმა ისე კარგად მოხნა, ყანა თავმჯდომარე მხანის კონკურსი მოიგო. უზანომა გოგოს ქალიშვილობა იმდენჯერ აღუდგინა ბოლოს მობეზდა და ზმეი გადაუყენა. დენი ისე გაიაფთა ტელეკომპანია მაესტროზე 4 პლეტა დაამატეს. სენსაცია ქუთაისში ტოლვილი მტარი სხვის საფლავში დაასაფლავეს. სოფელში იმნაირ ბლატოვი მამალი მყავს ოჯახში მელასთან სტუმრათაა ნამყოფი. 48 წლის გოუთხოვარმა მასწავლებელმა სკამზე დადებული ჭიკარტით სულიმე ითქვა. ბებიაჩემს კერდი ისი აქვს ჩამოწეული მუცლის გამოსაჩენად აკაპიცებული და აქვს. მიცვალებულს გულზე იმ სიმძიმელოდი დაადვეს საიქიოში ტრენაჟორებზე დაიწყო სიარული. თამადამ დედოფლის ქოში სადღეგრძელო დალია და ინჯოი ჩააყოლა. ჩემი მეზობელი მხელა ჩიხში გვერდულად შედის. აი რა იყო თუ იცის რომ გაიმეორა. ხო, გაიმეორა. არა ის მეორე ჩიხია. უფრო შე დაგიჭირა, დაგიჭირა. შვენიერ. ამ ჩიხში ხო ვერ შედის და ვერც ამ ჩიხში ვერ შედის. იქაც მოსულჯა. მეგონი თავიდან იწყებს დაჩხუმრობების ლაპარაკს, თავიდან. ამართლებს სხვათა. კარგია, მე გილოცავ, შენ გავს 400 ლარი, ხო? მოიგო. აპლოდისმენტები. საფინალო წუთი 1000 ლარი. თამაშობთ? მართლა ძალიან კარგად მიდიხარ. თუ შეიძლება გაამართლოს გამეორება. მოდი კაცო დავილაპარაკოთ, გავაგრძელოთ. ანუ ახლა რამდენი? აი შვები და წვეთ. დაწმუნებული ხარ? იქნებდა გაამართლოს რამე კი. არა, ხუმრობები მაქვს საკმაოდ, არა, სიძლიერის მიხედვით გონებაში. ნუ შეიძლება ერთი ჩიხი სადმე. ვიცი, მაგნაირი, მაგრამ ანუ გადაწყვეტილება საბოლოო. საბოლოო წვეთ. აპლოდისმენტებს იმსახურებს. 400 ლარი შეგვიძლია. არდია სეიკაიც. იმძან შეგიძლიათ მობრძანდეთ და წაიღოთ თქვენი ხუთი. დიდი მადლობა. ილოცავ შენ თქვა გაფრინდა და არდევია, ესე რომ დაფა. მადლობა დიდი. დიდი მადლობა აპლოდისმენტებს.